მეტი რა ყვირი ხარ? საჩემოვედით გასასვლელი არაა ბიჭო. გარეთ არის ვინმე? ჩუ! ჩემი კარგი. ვინ არის ჩემი? რატი? საუბრობ ხურა კარი რომ ის არის სხვენი ბიჭო. მეგობრებო, ამოვედით კოჯის სახში, სადაც გავატარებთ ერთ დღეს, ასევე შევალთ სახში, ნახავთ რეალური არის. არ გოშ ნახავთ რეალური არის თუ არა, ის მითები რაც აქ ხდება. ხო რა. არა, მეგობრებო. მოკლედ დავიძრათ რა. წავედი. დავაი, ლევოს გადაწყვეტ. დავაი. თითოეული თუ კრასკა. დედელდა სისხლებია ბიჭო. არ იქნება კაი, მიდი რა გადა. მიდი კაცო, ამდენი ვარ. 30 კაცი ვართ ამოსულები და აი ვინ უნდა გაიჭიტოს, რა ვიცი და გაიჭიტოს დააზრეულია. მე ვიყო ნაბუზა, გაჩერდი ჩემი გაჩერდი. ხრები რა ხდება მართლა? შედი ბიჭო. შედი მეტი რა ყვირი ხარ? რამდენ ხანს უნდა იდგე შეჭე? მიდი. ფეხის ნაკვალევი ნახე რა მხედა არის გეხვეწებ. ეს რო იქ შეგხვდეს ეხა წარმოიდგინე. მიდი ბიჭო, შედი. რა? გამიშვით ძმა. მაინც ერთი წავი. გადაგიდო და უარაგა. ვერზე დააბიჭე. აქ რო დაღამდება შეიძლება ესენი გამიგიჟდნენ ახ. ნელა. ბიჭო ვინმე კიდევა გეხვეწები რა? რა? ნუ ბიჭო, ნუ ო, კაროჩე რევას რა? ეს რა არის ძმა? ის რა არის ძმა? შაყრია თუ რა? ხაქვშიდო. კაი, ორ წამს იჭმე. მართლა რანაირ აურად ამის საჩემოვედით გასასვლელი არაა ბიჭო. აქ ერთი წამი, ერთი წამი. ძროხები დაიგენ ძმა, კარი შედის, აი იქ შედის. კარი შედის. ნიკა. აქიდან გასევი დასასვლელი ძმა. დაიცა, ფანარი მომეც. ფანარი ერთი მიეცა. ერთი ფანარი მომეც. ოპა რა უნდა იყოს სოცხალი ეგის ყუტანია სად მომენტი. ვაიმე, აქ რა ხდი? ხოდიზე მე თვითონ წვიში ხო ამოხდა რომ ამოვედი ძმა? ხო არ გაქვს რა აიჟვენებს. ბიჭებო, ფრთხილად იყურეთ, ქვემოთ დაშლილი შენობა არის და სადმე არ ჩავარდეთ პროსტა. მეგობრებო, რავი, ვინმეს თუ შეგეშინდებას დაურეკეთ, აი ამ ნომერზე. ბიჭო, რა მაინტერესებს იცი? ამ ისტორია, ამ მოდით შენთან და მოგიყვეთ. ომის დროს იუნკერები იყვნენ ჩამოსახლებულები. შეტაკება მოხდა ამ ადგილას, სადაც ბევრი ვინც გარდაიცვალა ამ შეტაკების შედეგად დაასაფლავეს ამ მიდამოებში და ბევრი ადამიანი იყო, ვინც არ იყო გარდაცვლილი, რეალურად დაჭრილი იყო და ცოცხლად დამარხეს. მართლა? ამ სახლში 10-მა ოჯახმა ცადა რომ ეცხოვრა, შთამომავლებიანად და მთლიან შთამომავლებიანად ტიპები ამოწყდნენ ძმა. ვერავინ ვერ გაიხარა ამ სახლში და მოსახლეობა ითხოვდა რომ ვაფშე დესტაბილიზანო, ვაფშე დაეგრიათ ეს მიდამოები რა, რომ ანუ ეკლესიას ჩადრეს და ეკლესიაც რეალურად არ ფუნქციონირებს. მაგას მე. ბიჭო, მაიცადე ეკლესია მაგის გამო. რეალურად ხო? მართლა? ობებსია შევა. არ შეიძლება, არ გქნა ეგ. ჩუ? ჩუ ორ წამს. ვა! აი ბიჭო! რა? იყო ვიღაცამ რაღაც გესროლ. ვიღაცამ რაღაცა ისროლეთ ეხა? გადაობის გარეშე შეგეკითხებით. ვიღაცამ რაღაცა მისროლ. მახიაში ხო შეხედი. ვა. კარია ბიჭო. რა კარია? რა ხმა, ვინ დააჭახუნეთ? გეხოცები, კარებზე ვინ გააკეთე? გარეთ არის ვინმე? გარედან იყო აი მენა კედელს რო რაღაც მოარტყა მაგის ხმა იყო. კედლებზე წარწერებს რაღაცას თუ აღმოაჩენო, რაც შენთან არის კავშირში, უნდა გახვიდე. არა, ვაფშე არ გიქ. რაო? ჩემი. საიდან გააცრე? ჩემი კარგი. რატი მე ვიყო ნარი ეხა სახში წავალ ძმა თბილისში. რატო? ვინმე кайფობს ჩვენები? ჩვენები ვინმე გადააქვს, ვინმე არის გარეთ? არავე ახორწყო. თუ ვინმე გამომწება თუ გახსნებ ვინმე ჩვენები არიან და кайფობენ გარეთ? ხო, არ ვიცი თქო, მართლა გეუბნები არ ვიცი თქო. რა იყო ეს? არია უეჭველი მაგიტოინაში. ვინც წააგებს ჯეირანში ეხა 1 საათის განმავლობაში მარტო ჩვენ ამ სახში გავუპროთ და დანარჩენები მივიდივართ ტყეში.
დავაი. წავიდა. ჯეირანი. ჯეირანი. ოუიკე, აბარა, სახო! ჯეირანი. არჩია შეიძლება ეს დავჭები. კაი, რატი რჩება? რატი დარჩება, იმიტომ რომ მე ყველაზე მჯმელი ვარ. ვაღიარებ, შეგიძლიათ მაჯვოთ კომენტარებში. მე დავრჩები აქ მარტო და მე აღარ დავრჩები აქ მარტო და თქვენ მეწამოოთ ტყეში ძმა. შევდი არ დაგენძრევა. რატი? კარებს აწერია, შედი არ დაგენძრევაო და თემში შევიდა და მოუფსა. ჩუ! ჩუ არ წავს. რა ხდება იქ ძმა? სამარხი არა, ჩემი რასირობებს ბაზრო ფუთქვენი გამზდელი. აქ იყო ადრე სამარხებიო. სიკვდილის დროს მოვიდა. ხო და მერე ზევიდან დაუკომენტარა. აუ ეს ჩემი კარგი. გეგონება ტრუპი იყო თუ რაღაცა გაიჩითა ძმა? გასასვლელში ძმა. ას გეღადავები, წამოდი ჩემი. ჩადი მიდი, მე აღარ ჩავა. აუ, საიდან გავიდეთო? რომელი ხარ? ვინმე არის ხვევი? ჩემი კარგი. რომელი ხარ? ძმა, ეს რა არის აქ? რა არის? იტყვი შეჩემა. მოდი და ნახე. რა ჩაოვალ? ეს რა არის ძმა? ფაუნესროლე ხა მე ფერმსროლე. დაიფიცე. რატი ქვემოთ კიდე არის რამე? ბიჭო, ჩამოდი რა. ქვემოთ რომელიმე იყავით? ოპერატორები წავიდნენ, სიბნელია ბიჭო შეგდით. ეს კაცი ვინ არის ძმა? ეს ვინ არის? კედელთან. კედელთან ვინ არის? რომელი ხარ? ვიყო რაღაცა მოძრაობს ზემოთ. რატი? პადვალში არიან, არ ვიცი და ქვემოთ რატი რა ხდება ზემოთ? რატი? ვინ არის ეს ჩემი? რატი? რა გინდა? ვინ არის ზემოთ? ზემოთ ვინ რომელი ხართ? კიდია კარგად იყავით. დამიჭირე შეშემა რაცია. დამიჭირე ლივიყო. დემ კიდია ძმა. ზემოთ რომელიმე იყავით დარჩენ? არა. ჰა? ყველა იყავით ქვემოთ? ხო. მე ვიყო სვარი ტიპი დადიოდა ძმა. და შუქმა რო გაანათა, GoPro-თი პროსტა გავხედე კამერას და ღმერთს გეფიცები, სხვენიდან იყო კადრი ძმა. მეორეზე იყავით ვინმე? ამ სახლი ბიჭო, იმ კაცმა არა, მაგრამ შეიძლება თოლში დაიხრჩო ეხლა და გადმოდი. დამიკავე ორ წამს რა. ამ სახლის ციმენტო. აი ამ სახლის დედა. შემოდი რეზი არ შეხჭა მაინც. მაგარია ხო მარტო მით დარჩი შე. დავრჩები მეთქი. და რა მაინტერესებს იცი აი სიტყვაზე თქვენ გამტროლეთ. რამეს ისროდით? ჩვენ არ გაგვიტროლე ხარ. რამე ისროლეთ? რაციას რო დააჭირე ხა. რაცია მე მაქვს. ჩავიჯო. პეტრე შევისა. არიცი? გააკვადა რა ხილაზე. არ მეცინია ბიჭო, მაგარის დაუსტრესი. კაროჩი, ანუ ყველაფერს თავი რო დაანებო. ანუ იმდენად დაძაბული აურა და იმდენად დაძაბული ისა აქ რა ქვია რაღაცნაირად მუხტი ეგრევე როგორც კი სახში შედიხარ ეგრევე იგრძნობა რა და დაჟე თავიდან ანუ პირველად რომ მოვედით იდეაში და TMG ძახდა რომ რაღაც ხმა გავიგეო რა ვაში სანამ შევიდოდით მაგრამ თავიდან რაღაცნაირად ისე ვიყავი რომ მეთქი ყლებაზარი ახმა ის და რაღაცა მაგარი სახლი მაგრამ ნუ კაროჩი ხუმრობითაც არ მოხვიდეთ რა ამოსვლა არ მის და
ამ სახლს ძალიან ძიმე ისტორია აქვს. ამ სახლის როგორც ვიცით, აიგეწოდებულ პადუალში ხალხს აწამებდნენ და ამ ადგილასაც ძალიან ბევრი მკვლელობა მოხდა, თვითმკვლელობა და ძალიან ცუდი აურა, გიო როგორი აურა? სხვათაშორის ხო ისა რა ქვია, ამ სახლს ვიცი რომ ან იმ სახლთან ის კოჯრის სახლი დაუძა ხო? კოჯრის სახლთან შედარებით მანამდეც თქვი რომ აი გაცილებით ისეთი აურა აქვს რა, დამძაბული, ოღონდ მართლა დედამოწმე. მაგრამ აქ უფრო სპაზმიაკია და აქ უფრო ცივა მგონი. მეგობრებო, მოკლედ ორ ნაწილად გავიყოფე. და უცებ ვიტყვი რა დამთავრებით. ხო და ამ სახლს ქონია თურმე სარდაფი და ლეგენდის თანახმად, არ ვიცი ხა ლეგენდის თანახმად თუ რევაზას ისტორიის თანახმად, ბერია ამ სარდაფში აწამებდა და კლავდა ხალხს და აქ ვართ. ეხლა და მაგრად მეშინია მართლა. მეგობრებო, გავიყოფით ორ ნაწილად. მე დაზიპირა წავალთ სხვა ადგილას, ანუ სხვა მიმართულებით, რატი, ხიდეშა და TMG წავლენ სხვა მიმართულებით და ვნახოთ რა იქნება იმედი დიდი მაქვს. სახლი არის თავის ეზოთი და ადვით და რა ვიცი. თავისი ბასეინი, ჯაკუზი, მუტლები. რაიდგა ის სახლი გამოვიწევთ, ყველაზე მაგარი მომენტია თუ მივედით თან. აბა, აბა, ამ ვიდეოში 15000 გამომწერზე 15000 გამომწერზე ვდებ მეორე ტრეკს. ყველაზე გადაუგო რა არის, იცი? ყველაზე პიზდეცი არის, რომ ზევით ნახე კაუჭი. ხალხს კიდე ვნენ ბიჭო? ფოტოშოპი გიო, აქ ნახე რა არის შიგნით. კარგი რა. არაფერი არ არის. წამო რა, წამო წავიდეთ. ო, შენ გაიცით ეს. წამო რა, წამო წავიდეთ. აუ, არ დაგვიყვეს მართლა. ეს რა ხარ? ჩადოა შეჩემო მართლა რა ხდება? სხვათა შორის აგენახეთ. აქ ვიღაცამ კედელი ამოავს, ეს უტყუილად არ იქნება და მე ჭიშკარზე სულ ეხლა ხანს ვიღაცამ გარეთ მდგდან ოფიციალური წარწერაა რომ შესვლა იკრძალება და მაინც აქ ვართ. წამო გადავიდეთ იქით გიო. აქ თოვს, მა. რა ისე ნუ იზავს, მაგრამ ბავშვ ლევანი დაარქვა გიორგის მაგივრად. ეს სადმო მიყვანე ერთ ტრაქი. რა არის კედელში ამე მალავდა. რანაირი წერი აუ, აქ შაიხედე პროსტა. გამოვიყოფი ამათ საერთოდ რა და ჩემპიონში ამათ შინაეს დავიწყე. ჩაგდე. აქეთ. ვა, კაი ბიჭო! ესავიდა. ვინ არის არ არიან ჩვენ? არ ვიცი ჩემი დე რა? იქედან ისროლა რა. მიდიო. რატი? კონტაქტური ხარ? ჩემი რო წარმოვიდგენია სადღაც მიახლოებით 100 წლის უკან რა. დიზაინის პონჩი ხო ყველა სახლი ასეთი იყო. აქ ლიჩნად მე 100 წლის უკანო დავბადებულიყავი, ვიყო ვერ ვიცხოვრებდი. აქაც ცუდი რაღაცებია. თან მithumetes ბიჭო, ანუ წარმოიდგინე, ანუ მართლა ეგ ლეგენდა რა, რასაც წეგან ბაზრობდნენ, თუ მართალი არის და თუ აქ ტიპებს ბერია კლავდა, ან არ ვიცი, რავი, შეიძლება ლეგენდაა და შეთხზული ამბავია. მე არ ვიცი ზმაო თვითონ როგორ ცხოვრობ და აქ. ბიჭო, ეკი რა იქ ქვემოთ არის კიდე არის სახლი. ოპა, მეორეზე ასასვლელი გაიჩიტა. აუ, მართლა რანაირი რა. ბიჭო. იქიდან ჩავარდებოდი, ჩავიდოდი პირველზე ზმა. ნახე რა. წადი. კაი, ადი ბიჭო, რა ჩაიჯვიჩე. რატი? ფაკეთ ცაცი. არა ბიჭო ეს რა? არა, ოთახია. რა ხდება? გაიცა. აუ, ამ ოთახს ქონდა ქვევიდან ბოძი მიყო. აუ, აქ რა ხდება ბიჭო, ბოძიკია. აუ, ჭერში ქანაობს, გადი. ნახე რეებზია დამაგრებული სახლი ჩემი, კაი. იქით რა ხდება, იქით. იქით მაგრაქან. ვარი. რეიკიკი არა შენ და დაგენ. სამ პადორ ჩავიდეთ ქვემოთ, აბა რა ხდება, არ ვიცი ხა ძველი აქ რამდენად შემორჩა. ძველი გაზეთი. აი, მოდით ბიჭო. ეს რა ვიყო? აი, დედა მომიკო. არა, ძველი გაზეთი სალომე ზურაბიშვილი. მერე რა ადრესი იყო? Resident Evil 7-ს არ გავს? აქ წარწერა წაიკითხე. მაიცა და წარწერა წაიკითხე უკან მათემატიკას ასწავლე. წარწერა წაიკითხე რუსულად. Инструкция для новых драчунов. ჩემი დე თავისით მოიხურა კარი, ხო? ჩემი
აქ აღარ არის. არა, აქ არ ჩავარდე ნახე რა. აქ რა? ჩემი დე არ გიმო. აქეთ რა ხდება? იუნიხ თუ ინსტრუქცია ახალი მძნეველებისთვის. დაიცი. არ დაინგრე სახლი, შეხوار, შედი მაშინ. ხელი, ონკანი და დაიბანე ვაწერია ბაბუ. ეს დაუპლაროთ თან. არა, ეს აშკარად ძალიან ძველია. იქით ხუბია და წავ გავუერთიანდით. ას მიკეტა. არა, გავიდი რა იქ. აზიარ, წავ შავდი. მე და შენ არ ვიყავით მეორეზე და მესამე სართულზე. წავ. ეს რა ნაკვალებია? ეხლა სანამ არ ვიცი, რაღაცის ნაკვალები არის, აი აგერ პატარა. ოღონდ ნუ ამის მიხედვით შეიძლება კატა იყოს იდეაში. აი იმის მიხედვით. მაგრამ იქ ნახე, რაღაც დიდი თათივითაა აი აქ. შეხედე? ხედავ, აი ესე არის რაღაც. ბიჭო, ნუ წიკვინეთ, მე შენია ეს დედა. ოპერატორი შენ მაინც არ კვდები არაზრს და შენ შედი პირველი რა. აი, ეს არის სხვენი ბიჭო. ბიჭო, ნახე ბიჭო, ძალიან ძველი ფეხსაცმელი, ნახე ძმაო. ნახე, ეს იქნება ალბათ აი არ ვიცი, აი 60-იანი წლების, ან ნახე პროსტატო. ნახე ბიჭო, ხალათი გაიჩითა ძმაო. აი კეთ ვირთხამ გაიარა ეხა ამ წამს. დედა მომიკვდეს იქეთ ვირთ. ნახე, შეხედე ბიჭო, ძველი ტანსაცმელი ძმაო. აი უნამუსო ვიყო, აი არაკაცი ვიყო თუ ეს არ იყოს აი თავი მომაჭერით, აი ეს თუ არ ვიცი ძალიან კაროჩე ფერიაზდროინდელი არის ვაფშე ყველაფერი რა. ნახე აქ ჩარვალი, ნახე ბავშვის წინდა. ნახე ბავშვის წინდა. ძმებო, ბიჭებო. ბიჭები. ჩემი დედას თუ ჩავიდე ამოდი. ორცა ფულსა დამთიშნა შეშე. რატი? ოკაი. კაი წამო რა. ამო. ორცა დედა. მე საჯერ დაიხო სკოლაში. რატი? კაი ხორ დაურჩევით ეს დედა. რატი? კაი ბიჭო, ასეთი თამაშის დედა რა. რატი? გული გამიხეთქე ბიჭო. საცმელი. დედა მომი. კარგი ბიჭო. ლავრენტი ბერია ხო აგორაპარაკება. მეგობრებო, მოკლედ ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და ეს ვიდეო 20000 ლაიქზე თუ ავა 24 საათი ნებისმიერ ლოკაციაზე წავალ და გავსტრიმავ იქიდან არ აქვს მშობა რა ლოკაციაზე დამწერთ. ანუ საშიშ ლოკაცია. საშიშო რა ნებისმიერი რამე რა ადგინდა და ასევე რაიდ გაისი თუ ავა 15000 გაუნტერზე ამ ვიდეოს მერე პირობას გაძლევთ რომ ზიპერა დადებს ახალ რა ვიდეოს ტრექს. და შენ წახვა და გამოიწერეთ ბიჭების არხები და მე შევხვდებით სტრიმზე ეს ვიდეო დაალაიქეთ, გადააზიარეთ და თოვლმა ხო მაგრად შემუშალა ხელი. თუ სადმე იცით ეგეთი ლოკაცია, დაგვიწერეთ. სადაც უეჭველი რაღაც ხდება, სულ თბილისთან ახლოსაც არ იყოს, მაინც წავალ. საქართველოს მასშტაბით რა. ნებისმიერ ადგილზე ვარ. 20000 ლაიქი გვინდა ამ ვიდეოზე. გემშვიდობებით და ბიჭების არხი გამოიწერეთ მომავალ შეხვედრამდე. და ელსი 200000 გამომწერზე როვა საზოგადოებაც რო იყოს რამე ეგეთი ჩემი სტრიალებს ჩემო რაღაცა ლავრენტის თემა გაიჩითა სტალინი ჩემი ორცა მოკლედ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ TikTok ვიდეოების ედიტის და კლიპების გამარჯვებულებს ხედავთ ეკრანებზე, გამოიყენეთ #newels5 და მოიგეთ პრიზები. წარმატებები.